იმაზე რა ქვია, ყობახიძე რო გამოვიდა და დაიტირა მაღალფასიანობა მაღაზიებში, თითქოს პირველად გაიგო. თითქოს პირველად ესმის, რომ ადამიანებს ენატრებათ ხორცს პროდუქტები. უქიმნების საგანი გახდა, უკვე ხორცის კიდე ოჯახს აქვს. ზეთის კიდე, შაქრის კიდე. პირველადი მოთხოვნა კარაქის კიდეა ბავშვისთვის. მარგარინის საჭმელი, რომელიც არის ძალიან საშიში ნივთიერებების შემცველი, თითქმის კანცეროგენთან მიახლოებული და იმით ზდიან ბავშვებს და არა ბავშვებს და ახალგაზრდებს ფერი. რომ ხედავთ, ახლა მახსენდება ჩემი თავმა, ლოყაწითელო ფეხორციანი ოღობიჭები დაიარებოდნენ და ეხლა არ აქვს კარგი ფერი. აი იმ საკვებში, რასაც იღებენ გაჭირვების გამო. ჯერ სკოლებში ხო შიმშილით კლავენ ბავშვებს და ვერ დავანიშნეთ ერთჯერადი პატარა საკვებიან ლანჩი დღეში ერთხელ. როდესაც აგერ ირანი ლამის გადადის სამჯერად კვებაზე სკოლებში. ირანი ყოფილა ტოტალიტარული და ღვთისმილიდან გადავარდნილი. და მილიარდნახევრიანი ინდოეთი უფასო სასკოლო კვებაზეა გადასული და რამდენი მილიარდი უნდა იმ გამოკვებას იმ ბავშვებს ახლა თქვენ თვალეთ და აქ ვერ მონახეს თანხები. აი ეს თანხები გაიხო სკოლაში რაც მისცეს გვარამიას და ოპოზიციურ და წოდებულ პროევროპულ 4 პარტიას და იმას მათ ტელევიზიებს. იმისათვის რომ ჩვენ არ გავაშუქებიეთ, დავებლოკეთ და ქვეყანა ჩაიგდოთ რაც თავარი ამ ობსტრუქტორი ჩვენ თავი ჯანდაბას ახლა ქვეყანა იყოს კარგად და სულ არ მინდა არაფერი მე ჩვენ იმიტომ ვიბრძვით რომ საქართველოს გავწყინდეს. ჩვენი გავწყინება რო გვინდოდეს აგერ ასპარეზი ოპოზიცია გინდა თუ ოპოზიცია გინდა არიან შესანიშნავად გახსოვებული გამოფწყინებულები. ხო და ეხლა გაახსენდა იმას რა ქვია იმ მანიაკ შეშლილ ყობახიძეს რომ თურმე პროდუქტები არის ზვირი. პროდუქტები იმიტომ არის ზვირი, რომ ამ ქსელური სუპერმარკეტების მფლობელები ბიძინა ივანიშვილის ბანდის წევრები და მისი დამფინანსებლები არიან. და ისინი უფასოდ არაფინანსებენ ამას. მილიონს რო მიუტანენ ხელზე და კიდევ ამდენივე შაურიცხავენ ოფიციალურად. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ მორალური უფლება აქვს დაადონ ის ფასი, რაც მისცემს ზემოგებას იმ ზარასაც ანაზღაურებს, რაც კოცებთან მიტანილ თანხას წარმოადგენს. და კიდევ ერთი 2-3 მაგი დარჩება ზევით და იმიტომ ის ფასები გავა. აბა ვიცი ახლა ეს სუპერმარკეტები თქვენია, ჩემია, მამაჩემისაა, აგერ ჩამოვთვალოთ, აგერ 728 მაღაზია აქვს, აი ამ ნაძირალა ბექაურს. აი მართლა ბექაურების გვარის შემარცხვენად. ბებია მყავდა ბექაური ნინო. ბექაური ძალიან ღირსეული გვარია, მაგრამ აი ეს თვითონ ოჯახში თვითონ მახინჯიოვნა, თქვენ სულიერად მახინჯი